მოგესალმებით, მეგობრებო. ეს არის დუბლი 2, იმიტომ რომ ჩავიწერე მოკლედ ვიდეო, მაგრამ ხმა არ გონდა. შესაბამისად, ეხა კომპენსაციას მოვახდენ ისე, რომ ამ ვიდეოს ყოველგვარი აჩეხვის გარეშე ავტვირთავ პირდაპირ ეხლავე YouTube-ზე. ვიფიქრე გავალ ლაივში თქო, მაგრამ ლაივებს უფრო რთულად პოულობთ, ვიდრე ატვირთულ ვიდეოებს, ამიტომ გადავწყვეტე ისე ვიდეო გადამეყო. ძალიან ბევრჯერ შემხვდა შეკითხვა გასულ ვიდეო კომენტარებში, რა ვიტამინებს ვღებულობ, გაინტერესებთ ვიტამინები და მინერალები, რომლებსაც მე ვღებულობ, მაგრამ ანუ წინა ვიდეოს როცა ვიღებდი, ვიფიქრე, მოდი დავჯდები და პირდაპირ ვაჩვენებ ქილებს, ვიტამინებს და ყველა იმ მინერალებს, რომლებსაც ახლა მართლა ვღებულობ და აგერ მაქვს კარადაში. თუმცა მე დავუფიქრდი და გავაცნობიერე, რომ იქნებოდა არასწორი საქციელი ჩემი მხრიდან, განსაკუთრებით იმ ადამიანების მიმართ, ვინმაც არიციან ამ მიმართულებით ვიტამინების შესახებ ბევრი რამ არიციან ფორმები, ზოგადად თუ როგორ მუშაობს ვიტამინი ორგანიზმში, დოზები, მიზეზები, თუ რატო უნდა მივიღოთ ასე შემდეგ, ის ყველა ასე ვთქვათ კრიმინალური დანაშაულები, რომლებიც მინერალურ ბიზნესს უკან იმალება და ასე შემდეგ, ამიტომ ვიფიქრე ჯობია ჯერ საინფორმაციო სახის ზოგადი ინფორმაციული ვიდეო ჩამეწერა ამ მიმართულებით და მე უკვე მომავალში ძალიან მალე გიჩვენებთ უკვე ქილებს თუ რა ვღებულობ ეხლა მე. ერთი რამ, რასაც მინდა ხაზი გავუსვა, არის ის, რომ ზოგადად მე არ ვღებულობ ერთ და იმავე ვიტამინს ძალიან დიდი ხნის განმავლობაში. ძალიან მნიშვნელოვანია ვიცოდეთ აუცილებლად ვიტამინების სწორი ფორმა, მეგობრებო და მათი სწორი დოზა. სანამ გადავწყვეტ კონკრეტულად ვიტამინების და მინერალების მიღებას, უნდა ვიცოდეთ რა არის აი ამ კონკრეტული ვიტამინის სწორი ფორმა, ის სწორი დოზა, რომელსაც ჩვენი ორგანიზმი მიხვდება და მიიღებს და გადაამუშავებს და გადაახარისხებს საჭიროებიდან გამომდინარე. იმიტომ რომ ვიტამინის არასწორი ფორმა ორგანიზმის მიერ არის ასე ვთქვათ უარყოფილი და ეგრევე გადის შარდის სახით ორგანიზმიდან, შესაბამისად ფული არის გადახრილი ფაქტიურად შარდში, ანუ ძვირადღირებული შარდია, მეტი არაფერი. მაგრამ მოკლედ სანამ ფორმებზე და ვიტამინებზე ვისაუბრებ, მანამ მინდა გითხრათ თუ რა არის ის რაღაცები, რასაც მე პირადად არ ვღებულობ არასდროს. ეს არის ნებისმიერი სახის პუდრის და სითხის ფორმით დამზადებული ნებისმიერი ვიტამინი თუ მინერალი. ანუ მე არ ვღებულობ არანაირ პუდროვან სითხოვან დანამატებს, იმიტომ რომ იქ იმალება თუ არა შაქარი, მაშინ აუცილებლად შაქრის შემცვლელი ძალიან ბოროტი ნივთიერებები, რომლებიც ადამიანებს ასე ვთქვათ მუსლს გვავლებს რა, ანუ ფაქტურად აზიანებს ჩვენს ორგანიზმს, არათუ დაგვეხმაროს რამეში. ამიტომ თუ ვხედავ რომ რომელიღაცა ვიტამინი თუნდაც იყოს ის სწორი ფორმის და თუნდაც ეწეროს მას სწორი დოზა და ვხედავ რომ შეიცავს ასე ვთქვათ და კონკრეტულ მაგალითს მოვიყვან ძალიან მალე ამ მიმართულებით, თუ ვხედავ რომ შეიცავს შაქარს ან მის შემცვლელ ნებისმიერ სხვა ასე ვთქვათ დანამატს, ერთ-ერთი მათგანი არის მალტოდექსტრინი, რომელიც ძალიან საშიში დანამატია, იმისათვის რომ არ გაფუჭდეს შეფუთული პროდუქტი, ომატებე მალტოდექსტრინს და მალტოდექსტრინი არის ის, რაც კიბოს იწვევს. შესაბამისად ან ერითრიტოლი, ან ნებისმიერი სხვა შაქრის შემცვლელი ვითომ კარგი და ბუნებრივი ფორმის, მაგრამ ძალიან ბოროტი, თუ ამასაც შეიცავს კონკრეტული ვიტამინი, მე ვცდილობ რომ ავარიდო თავი, ასევე წებოვან რაღაცებს თუ შეიცავს, ან ასე ვთქვათ გლუტენს, თუ შეიცავს ძალიან ბევრი რაღაცები, ეხლა არ ჩავუყურებ ამ ვიდეოში, მაგრამ მოკლედ ძალიან ხშირად პუდროვანი და სითხოვანი სახის ვიტამინები და მინერალები შეიცავენ ზუსტადაც აი ასეთ არაჯანსაღ დანამატებს და მე ვცდილობ რომ თავი ავარიდო ამ ყველაფერს. კიდევ ერთი რამ, რასაც მე არ ვღებულობ, არის პროტეინი, ნებისმიერი სახის პროტეინი, ანუ პროტეინი არის ძალიან ისეთი პოპულარული თემა, განსაკუთრებით სპორტულ ინდუსტრიაში და არა მარტო, სხვათა შორის, მოკლედ პროტეინის ბარები რომ იყიდება, პროტეინის შეიკები, პროტეინის პუდრები, პროტეინის დასალევები და რამდენი წინდა ძალიან ბევრი პროტეინი იყიდება დღეს, მაგრამ მე არ ვღებულობ ამ რაღაცას, ჩემთვის პროტეინი არის მხოლოდ ბუნების მიერ მოწოდებული პროდუქტი და თუ არ მოდის ბუნებრივი ფორმით, პროტეინს მე არ ვღებულობ, ასე ვთქვათ,
ხელოვნური გზით აუცილებლად მხოლოდ და მხოლოდ თუ არ არის წარმოებული ბუნების მიერ მე ამას არ მივიღებ. მაგრამ გარდა პროტეინისა იგივე ეხება ასევე კოლაგენს. ზოგადად ნებისმიერ ყველა სპორტულ დანამატებს იქ მარტო პროტეინი არ არის, სპორტულ დანამატებში ძალიან ბევრი სხვა, ასე ვთქვათ, სხვა რაღაცებია, რაც იყიდება ვითომ სპორტული თვალსაზრისით. ერთ-ერთი რჩევას მოგცემდით, თუ ჩემი არ გჯერათ, შეგიძლიათ გააკეთოთ, ასე ვთქვათ, ექსპერიმენტი. თუ ანუ ჯერ ერთი თუ თქვენი ორგანიზმი არ გეცოდებათ და მე მეორე ამის შესაბამისი თანხა თუ გაქვთ, შეგიძლიათ დაიწყოთ აი ამ პროტეინების და სპორტული დანამატების მიღება. აუცილებლად შეამჩნევთ, რომ გაგებერებათ, რა თქმა უნდა, კუნთები თუ ვარჯიშობთ, მაგრამ როგორც კი შეწყვეტთ ამ რაღაცების მიღებას, ეგრევე დავარდება ეფექტი და არა მარტო ეფექტი, არამედ ორგანიზმს უკვე ექნება უკან ფარდებს მიღმა წამოწყებული რაღაცა პროცესი, რაც ანთებითია, მიკრობული და ასე შემდეგ, რაც აზიანებს ორგანიზმს და არა მარტო ეს, არამედ ასეთი პროტეინ სპორტული დანამატებიც ორგანიზმს ვიტამინების და მინერალებისგან ცლის. რაოდენ გიჟურადაც არ მოგეჩვენოთ ახლა ეს ინფორმაცია. ასევე კოლაგენი, მე არ ვღებულობ კოლაგენის არანაირ, ვღებულობდი მიღია, გამისინჯავს, მაგრამ მივხვდი რომ სისულელი იყო. მოკლედ კოლაგენს მე არ ვღებულობ არც სითხის სახით, არც პუდრის სახით, არც კაფსულის სახით და არანაირი სახით. ერთადერთი რითაც მე ვცდილობ რომ ორგანიზმს კოლაგენი მივაწოდო არის საკვები გზით. აი არც კანის მოვლის საშუალებები, რაც პოზიცირდება როგორც კოლაგენის კრემი, კოლაგენის სერუმი და შემდეგ არც ამაში არ უყურე წყალს, ფულს წყალში, იმიტომ რომ ესენი არანაირ, ასე ვთქვათ, ეფექტს არ გვაძლევენ. პირიქით ეს არის მარკეტინგული გაყიდვების მიერ მოწოდებული ძალიან დიდი ეფექტური გზა მათი ბიზნესის გასამდიდრებლად, იმიტომ რომ იმისათვის რომ თუნდაც ასე ვთქვათ, კანის მოვლის საშუალებაზე თუ ვიტყვით, ახლა კოლაგენის კრემები და სერუმები იმდენად დიდია მათი მოლეკულა, რომ ჩვენი კანი ვერ მაშვება, ვერ უშვებს ამას შიგნით და არ ხდება მისი მიღება ორგანიზმის მიერ. შესაბამისად, სისულელია ეს ყველაფერი, ამაში მე ფულს არ ვხარჯავ. მაგრამ დაუბრუნდეთ დანამატებს, არც დანამატების სახით არ ვღებულობ, იმიტომ რომ არა ჯანსაღია, არა ბუნებრივია და ჩვენი ორგანიზმი ან საერთოდ არ ღებულობს და ბლოკავს ეგრევე ამ შემოსულ სითხეს, ან გადაამუშავებს როგორც ტოქსინს და გააძევებს ორგანიზმიდან გარეთ. მოკლედ ასევე მე არ ვღებულობ მეგობრებო კომპლექსებს, როგორიც არის აი მაგალითად B კომპლექსი, რაღაცის კომპლექსები, აი ზოგადად ერთად რო არის ჩაყრილი მრავალი სხვადასხვა ვიტამინი ერთ კაფსულაში, ან თუნდაც აი თმის გამაჯანსაღებელიო, კანისთვის კომპლექსებიო, ქალებისთვის ცალკე ეს კომპლექსები, კაცებისთვის ცალკე და ასე შემდეგ. ეგეც მარკეტინგია, ეგეც გაყიდვებია. იქ არანაირი რეალური ის არ არის, ასე ვთქვათ, მისია რომ ადამიანს დაეხმარონ, იმიტომ რომ იმისათვის რომ მივიღოთ ერთი კონკრეტული ვიტამინისგან, ასე ვთქვათ, ეფექტი, საჭირო არის აი ამ კონკრეტული ვიტამინი თუ მინერალი, საჭირო არის აი ამ კონკრეტული ვიტამინის საკმარისი დოზის მიღება და სწორი ფორმით. და აი ამ კომპლექსებში არასდროს არ არის ხოლმე სწორი ფორმა და განსაკუთრებით სწორი დოზა. თუ წაიკითხავთ შემადგენლობას, იგი იმდენად მიზერული და მინიმალური დოზაა თითოეული მათგანის, რომ აბსურდია ფაქტურად დაცინვა. გარდა ამის ასევე ისეთი ვიტამინები, რომლებიც აი მაგალითს მოვიყვან, მაგალითად ვიტამინი C. ანუ ვიტამინი C ხშირად რო გაიაროთ ფარმაცევტიულ დაწესებულებებში, ანუ იქნება ეს ალტერნატიული თუ არა ალტერნატიული მიმდინარეობის აფთიაქები, აი დაუყევით ყველგან და ეძებით ვიტამინი C, რომელშიც შემადგენლობაში არ წერია 100%-ით ასკორბინის მჟავა, ან თუნდაც 90%-ით ასკორბინის მჟავა. ანუ ვიტამინი C იყიდება დღეს როგორც ასკორბინის მჟავა და არა ის ჭეშმარიტი ნამდვილი ვიტამინი C, როგორ რა ფორმითაც ის უნდა შემოდიოდეს ორგანიზმში. ვიტამინი C ზოგადად არის ძალიან სენსიტიური ვიტამინი, მეგობრებო, მას ელემენტარული რაღაცა აზიანებს და კლავს, როგორც არის შუქი, სინათლე, ანუ მას არ უყვარს მოკლედ სინათლე, ის ბნელ ადგილას უნდა კონდეს შენახული, ასევე ვიტამინ C-ს არ უყვარს ნესტი, არ უყვარს ზედმეტი სიცხე, არ ზედმეტი სიცივე, ანუ ძალიან ისეთი ტემპერატურას ითხოვს, ძალიან კაპრიზნი, ძალიან მომთხოვნი ვიტამინია ფაქტიურად.
და იმისათვის, რადგან ის ამდენად სათუთია, ანუ მას ბუნებამ გარს მოაცვა, ასე ვთქვათ, ეს ასკორბის მჟავა. იმისათვის, რომ დაეცვა ის დაზიანებისგან, აორთქლებისგან ან გადაწვისგან. შესაბამისად, ასკორბის მჟავა თითოეულ ვიტამინი C-ს მოლეკულას გარს ახვევია. მაგრამ, როდესაც აფთიაქებში ჩვენ ყიდულობთ, ასე ვთქვათ, ქილებს, რომელშიც აწერია 100% ასკორბინის მჟავა, რაზეა საუბარი კაცო? ანუ ფაქტიურად ღებულობთ ასკორბის მჟავას და თუ შეგიმჩნევიათ, აი მსგავს ეგრეთ წოდებულ ვიტამინ C-ს, გამოუწვევია მერე მომავალში კუჭის პრობლემები, კუჭის გაღიზიანება, წვა, ტკივილი და ასე შემდეგ. ეს იმიტომ, რომ ვიტამინ C-ს კი არ ღებულობთ, არამედ ღებულობთ წმინდა წყლის მჟავას, რომელიც აზიანებს ჩვენს კუჭ-ნაწლავს. შესაბამისად, ანუ რა არის ახლა მაგალითად რატო ყვები ამას, რომ აი ორ რაღაცას ორ ცნებას გავაერთიანებ ამ ერთ კონკრეტულ ვიტამინ C-ს მაგალითში. პირველი ის რომ უნდა ვიცოდეთ რომელია სწორი ფორმა ვიტამინის და მეორე ის თუ რა შედის მის შემადგენლობაში. შემადგენლობას რომ მივუბრუნდეთ, სწორი ფორმა, მოდი ამით დავიწყებ. ვიტამინი C-ს კონკრეტული ამ ერთი და არა მარტო ზოგადად, მაგრამ ვიტამინი C-ს სწორი ფორმა არის ლიპოსომალური ვიტამინი C. ასე უნდა ეწეროს ქილას შეფუთვას, რომელსაც იყიდით თქვენ ვიტამინი C-ს სახით. ლიპოსომალური ვიტამინი C არის სწორი ფორმა ვიტამინი C-სი, რომელსაც აქვს ასე ვთქვათ ის დოზა და ის ფორმა ვიტამინი C-სი, რაც არის საჭირო ჩვენი ორგანიზმისთვის და რომელსაც ჩვენი ორგანიზმი სწორად წაიკითხავს. მაგრამ აი ამ სახეს, აი ვეძები, ძალიან დიდი ხანი ვეძებდი მე სწორ ლიპოსომალურ ვიტამინ C-ს, რომლის შემადგენლობაც არის სუფთა, მაგრამ ძალიან ხელმიუწვდომელია, იმიტომ რომ დღეს ლიპოსომალურ ვიტამინ C-ში ძალიან ბევრი შაქარი დამატკბობელი ან კიდე რაღაცა ისეთი ნივთიერებებია შეზევებული, იმისათვის რომ არ გაფუჭდეს ეს პროდუქტი, რომ ფაქტიურად ირონია და დაცინვა გამოდის ჩვენზე, იმიტომ რომ შაქარი არის ერთ-ერთი კოფაქტორი ვიტამინი C-ს განადგურების. შაქარი ეგრევე კლავს ვიტამინ C-ს. შესაბამისად, ყველა ის ადამიანი, ვინც დიდი რაოდენობით ღებულობს ტკბილს, შაქარს და ნახშირწყლებს, იმ ადამიანს ძალიან დიდი და ღრმა დეფიციტი აქვს ვიტამინ C-ს, იმიტომ რომ შაქარი განდევნის ვიტამინ C-ს ორგანიზმიდან ეგრევე, არც კი ჭირდება ამას დაყოვნება. მაგრამ, მოკლედ, ლიპოსომალური C, რომელშიც გვეუბნებიან, რომ დაგვიმატეს შაქარი, იმისათვის რომ არ გაფუჭდეს ეს პროდუქტი და იყოს ძალიან დიდი ხნის შენახვის ვადით, ფაქტურად იმ შაქარმა ის ვიტამინი C, თუნდაც იყო ის სწორი ფორმით, მაგრამ მაინც მოკლა, გამინადგურა, გამიფუჭა და მე ფაქტურად ვღებულობ ფარატინა არაჯანსაღი ნივთიერებების, ასე ვთქვათ, ნაზავს ვიტამინი C სახით და ამით კი არ ვეხმარები ორგანიზმს, არამედ ვაზიანებ. ამიტომ რო შევაჯამო ის თუ ისი თქმა მინდა, შეიძლება ფორმა სწორი ეწეროს, შეიძლება დოზაც სწორი ეწეროს ვიტამინებს და მინერალებს, მაგრამ შემადგენლობაში იყოს ისეთი რაღაცები, რამაც უკვე დააზიანა ეს ვიტამინი, სანამ ჩვენამდე ის მოაღწევდა. ამიტომ კარგად წაიკითხეთ აუცილებლად შეფუთვები ვიტამინების, მინერალების, ასევე არა ნუ ფორმებს და დოზებს მოუბრუნდები, მაგრამ ეხლა რა მინდა კიდე რომ ვთქვა, სანამ კონკრეტულად ვიტამინებზე და მინერალებზე გადავალ, უბრალოდ. ანუ არსებობს ისეთი ვიტამინები, ისეთი განსაკუთრებით მინერალები, ვიტამინებზე უფრო მინერალებია სახიფათო თემა, რომლის მიღება არ შეიძლება თვითნებურად. არა თუ არ შეიძლება, საშიშია, შეიძლება მართლა სიკვდილიანობა გამოიწვიოს ადამიანში. ძალიან ისეთი საჭირო მინერალები, რომლებიც თითოეული მათგანი იჭირდება ჩვენს ორგანიზმს, მაგრამ არასწორი დოზით და არასწორი ფორმით მიღებული თითოეული ეს მინერალი, ჩამოგიწვით ახლა რომლებია, ორგანიზმისთვის შეიძლება იყოს ძალიან დიდი საფრთხის მომტანი. პირველი და ერთ-ერთი მეფე ამ სიაში გახლავთ რკინა. რკინა ძალიან საშიში მინერალია, რომლის მიღებაც არა მარტო, არამედ ექიმის თვალყურის ქვეშაც კი სარისკოა. მისი მიღება. რკინა არის სხვათაშორის ერთ-ერთი ის ფაქტორი, რომელიც ძალიან ბევრ ადამიანს სულ დეფიციტში აქვს, მაგრამ ძალიან ბევრ ადამიანს პირიქით ჭარბობს რკინა ორგანიზმში და ან არ იცის, მაგრამ ვერ კლავდება მარტო, მოკლედ რკინა ძალიან დიდი სარისკო თემაა. იმიტომ რომ რასაც რკინა ეხება,
აფუჭებს და ჟანგავს ყველაფერს, როგორც ფიზიკურ რეალურ სამყაროში, ასევე ჩვენს შინაგან ორგანიზმშიც. აი ზედმეტი რკინა ჟანგავს ადამიანს, ეს არის მომწამლავი ნივთიერება ფაქტიურად დიდი დოზით ორგანიზმისთვის და ის აფუჭებს სისხლს, ორგანოებს და ეგრევე ადამიანს არასწორი ცუდი გზისკენ აყენებს. ასევე მეორე ძალიან ისეთი სხვათა შორის უცებ ბარემ რკინაზე დავასრულებ. ძალიან ხშირ შემთხვევაში რკინას ღებულობს ადამიანი B12-ის გარეშე. არადა ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც საქმე უკვე მისულია იქამდე, რომ რკინის დანამატებზეა საუბარი და უნდა მიიღოს ადამიანმა რკინის დანამატი, კაფსულის სახით მაშინ აი აუცილებლად ორი რამ უნდა მოხდეს. პირველი აუცილებლად უნდა შეამოწმოს შენი ფერიტინის დონე სისხლის ანალიზის მეშვეობით, არა მარტო აი რას ვაკეთებთ ზოგადად ადამიანები მივდივართ კლინიკებში და ვღებულობთ ანალიზს რკინა, აბა შევამოწმოთ რკინა და ამ დროს ძირითადად კლინიკაში გვიმოწმებენ სისხლში მოტივტივე რკინას თუ რა ეხლა ამ წუთას რა ხდება ჩვენს ორგანიზმში რკინის მიხედვით, რამდენი რკინა ტივტივებს ჩვენს ასე ვთქვათ სისხლის უჯრედებში, მაგრამ ხშირ შემთხვევაში არ ხდება ფერიტინის დონის შემოწმება, იმიტომ რომ ფერიტინი არის რკინის რეზერვუარი. ფერიტინი გვიჩვენებს იმას, თუ რამდენია ორგანიზმში რკინის რეზერვუარი, ბალანსი, რამდენი აქვს ორგანიზმში შემონახული შავი დღისთვის. აი ის უნდა შემოწმდეს აუცილებლად და რა ის თუ რა ტივტივებს ეხლა ჩემს სისხლში გამომდინარე იქიდან თუ რა ვჭამე რამოდენიმე საათის წინ, ხო? ფერიტინი აუცილებლად და მეორე კოფაქტორი რკინის არის ის, რომ აუცილებლად უნდა იყოს B12-ის მიღებული, როდესაც ადამიანს რკინა აქვს შესავსები ორგანიზმში. B12-ის გარეშე მარტო რკინის დანამატები არ მუშაობს, ან თუ მუშაობს, ცუდად მუშაობს. შესაბამისად ძალიან სათუთი დახრომა თემაა მეგობრებო, ამიტომ არ მინდა დღეს პირდაპირ ჩემი ქილები გიჩვენოთ, რომ ვიღაცამ შეიძლება პირდაპირ წავიდეს და იგივე იყიდოს და მიიღოს, მაშინ როდესაც ეს შეიძლება მისთვის მომაკვდინებელიც კი იყოს. არანაირად არ უნდა მიიღოთ თვითნებურად არც ერთი დანამატი, თუ არ იცით როგორ მუშაობს, რაზე და რანაირად იმუშავებს ეს დანამატი და რა ხდება სისხლში კონკრეტულად ანალიზების მხრივ თქვენს ორგანიზმში რა ხდება. თითოეული ამ მინერალის მხრივ, რომლის შეძენას და მიღებასაც აპირებთ. ანუ აუცილებლად უნდა ჩაიტაროთ ანალიზი და კარგი იქნება თუ კონსულტაციას გაივლით ექიმებთან, მეცნიერებთან, რომლებიც ორგანიზმის ბიოქიმიური პროცესების მიმდინარეობით მუშაობენ და მოღვაწეობენ. თეთრხალათიან ექიმებზე ამ ეტაპისთვის არ მაქვს საუბარი, ანუ ექიმები, რომლებიც სასწრაფო მიმართულებით, ქირურგიული მიმართულებით და ასე შემდეგ მუშაობენ, არამედ ვგულისხმობ ექიმებს, რომლებიც ბიოქიმიური თვალსაზრისით კურნავენ ადამიანებს, აი რომლებსაც ესმით ეს ნატუროპათია ესმით, მცენარეები ესმით, ალტერნატიული მკურნალობა არიან პროფესორები და რეალური მეცნიერები, ასეთები იპოვეთ კეთილსინდისიანი თან და მათთან გაიარეთ ჯერ სერიოზული კონსულტაცია და მერე შევუდექით ვიტამინებს და მინერალებს. ასევე ძალიან სახიფათო მინერალია კალციუმი, ცინკი, იოდი, ეს არის ყველა ის ჯგუფი, ერთი დიდი ჯგუფი საშიში და სარისკო მინერალების, რომლებიც მიღებაც და ასე შეუმოწმებლად და ექიმის გარეშე არ შეიძლება. იმიტომ რომ თითოეულ მათგანს აქვს როგორც დადებითი ეფექტი ჩვენს თავზე, მკურნალი და ასე ვთქვათ, მათ გარეშე ჩვენი ორგანიზმი აი პირდაპირ გეტყვით ვერ იარსებებს. აუცილებლად როგორც რკინა, ცინკი, კალციუმი, იოდი, ყველა ესენი არის აუცილებლად საჭირო მინერალები, მაგრამ ოდნავ ზედმეტი, ოდნავ გადამატებული დოზა და უკვე ორგანიზმი მიდის ტოქსიკურობის მიმართულებით, ანუ ორგანიზმი უკვე იწამლება და იქ მისი მოშხამვა ხდება და მერე ხდება ძალიან ბევრი ცუდი დომინოს ეფექტი, რითაც ბოლო იღება ფაქტიურად ჩვენს ორგანოებს. მოკლედ მე არ ვღებულობ რკინის დანამატებს, ამის თქმა მინდოდა და ასე გადავაბი მთელი ეს ამბავი, ანუ არ ვღებულობ რკინასაც ჩემებურად და არც კალციუმს მეშვები ვღებულობ ფაქტიურად ჩემი საერთოდ არ ვღებულობ, ვცდილობ მე რკინა B12-ის და განსაკუთრებით საკვების გზით მივაწოდო ჩემს ორგანიზმს და არა კაფსულის მიხედვით, იმიტომ რომ საშიშია, მაგრამ ასევე მოკლედ ძალიან მნიშვნელოვანია ვიცოდეთ ისეთი ნიუანსები თითოეულ ამ ვიტამინებზე და მინერალებზე, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ვიცოდეთ. აი მაგალითად D-ზე არის ისეთი, ასე ვთქვათ,
გლობალური არასწორი ინფორმაცია ადამიანზე მოწოდებული, რომ D არის ვიტამინიო, არ არის ვიტამინი. D არის ჰორმონი. ვინც იცით და ჩახედულნი ხართ ამ მიმართულებით, დამეთანხმებით, ახლა რაზე მაქვს საუბარი. D-ს უწოდებენ რაღაცნაირად ვიტამინს, მაგრამ სინამდვილეში ეს არის წმინდა წყლის ჰორმონი, რომელიც არის ორგანიზმის 80% ორგანიზმში მიმდინარე პროცესების 80%-ია ჩართული, თუ არა მეტში. ამიტომ D-ს ნაკლებობა არის სერიოზული წითელი შუქი, სერიოზული განგაში და სერიოზული, ასე ვთქვათ, ამბავი, რომელსაც სასწრაფო ყურადღება სჭირდება, მაგრამ D-ს არასწორად ვღებულობთ. ჯერ ეს ერთი D-ზე არის კიდევ ერთი ძალიან დიდი მითი დღევანდელ რეალობაში, რომ ვაიმე D ვიტამინს თუ მიიღებთ, ასე ვთქვათ, დიდი დოზით, всё, მოწერილი გაქვს ხელი თვით განაჩენზე და განწირული ხარ. სინამდვილეში, მეგობრებო, პატარა დოზებით მიღებული D არ მუშაობს საერთოდ, ანუ 200, 500 და ასე ვთქვათ 250 საერთაშორისო იუნიტებით რო იყიდება შემადგენლობაში D ვიტამინები არაფერს არ აკეთებს ორგანიზმისთვის, აი საერთოდ არაფერს. საჭიროა აუცილებლად 10000 და მეტი თქო ვერ ვიტყვი, ცოტა მეტი უფრო ისეთი ამბავია, მაგრამ 10000 მაინც საერთაშორისო იუნიტი უნდა ეწეროს IU შემადგენლობაში თითოეულ კაფსულაში უნდა იყოს 10000 საერთაშორისო იუნიტის მქონე ვიტამინი D იმისათვის რომ მან რეალური ეფექტი მოახდინოს ჩვენს ორგანიზმში, მაგრამ თუ 10000-ის გეშინიათ მინიმუმ 5000 მაინც უნდა იყოს. ეხლა ეს რო უთხრათ ექიმებს, განსაკუთრებით თეთრხალათიანებს, ხო? გეტყვიან რომ თუ ეს რას ამბობ, ეს როგორ შეიძლება, ეს გამოიწვევს ადამიანის, რა ვიცი მე რას, კიბოებს და სიკვდილებს და იმპაქტებს და რაღაცებს და არა და ამ დროს პირიქით. მაგი რომ არ გვაქვს, იმიტომ ხდება ეს ყველაფერი ჩვენს ორგანიზმში. აი ზუსტად იმდენი იმ რაოდენობის სწორი ფორმის D ვიტამინი რო ააკლია ჩვენს ორგანიზმს, იმიტომ ხდება ეს კიბოები და იმპაქტები და რაღაცები. მოკლედ. მაგრამ ბიზნესია ეს ყველაფერი ბიზნესია, მეგობრებო, ფარმაცევტიულ კომპანიებს არ აწყობთ ის რომ ადამიანებმა ვიცოდეთ ეს ნიუანსები, გქონდეს ეს ინფორმაცია, ვიყოთ ინფორმაციულად შეიარაღებულნი, რომ სწორი არჩევანის გაკეთება შევძლოთ და ზუსტადაც რომ იმისათვის რომ თვითონ გამდიდრდნენ, ავრცელებენ აი ასეთ არასწორ ინფორმაციებს და ფაქტურად ხდება ინფორმაციული წამვლა ადამიანის. მოკლედ, თითოეულ ვიტამინს აქვს თავისი დანიშნულება, თითოეულ ვიტამინს და მინერალს გავაერთიანებ ხა ერთად, აქვს თავისი სწორი ფორმა, აქვს საკუთარი სწორი დოზა და აქვს მიღების სწორი დრო დღის განმავლობაში. თითოეულ მათგანში ინფორმაცია უნდა გქონდეთ გადაღეჭილი, რომ მერე დაიწყოთ ვიტამინების და მინერალების მიღება, მაგრამ ეხა ერთი რაღაცა კიდე. თუ ორგანიზმს კონკრეტული ვიტამინი აკლია და რეზერვუარი არის დაცარიელებული, იქ იწყება სერიოზული ქრონიკული ავადმყოფობები. ასე ვთქვათ, იქ იწყება ორგანოების დაზიანება, იქ იწყება ნერვიული სისტემის მოშლა. აი, იცოდით თუ არა, რომ B ვიტამინი და იქ რამოდენიმე B-ზეა საუბარი, განსაკუთრებით B1, B6, განსაკუთრებით B3, ეს ვიტამინები პირდაპირ ნერვიულ სისტემაზეა პასუხისმგებელი, იცოდით ეს? თუ ადამიანს B1 აკლია, B3, B6 განსაკუთრებით და დანარჩენი ყველა B-ს მნიშვნელოვანია, მაგრამ განსაკუთრებით B3 თუ აკლია, ადამიანს ეწყება ნერვიული მოშლილობები, იწყება ალცჰეიმერი, იწყება ფსიქიკური პრობლემები და ასე შემდეგ. ამდენად მნიშვნელოვანია ვიტამინების სწორი რეზერვუარი ორგანიზმში. სწორი ვიტამინების. ამიტომ, მაგრამ სანამ შევსებაზე წავა საუბარი, აუცილებლად უნდა მოხდეს როგორ რაღაცა იცით, აი იმ მიზეზების აღმოფხვრა, რა მიზეზებმაც მიგვიყვანა ჩვენ აი ამ კონკრეტული ვიტამინების და მინერალების რეზერვუარის დაცარიელებამდე. რამაც განდევნა ჩვენი ორგანიზმიდან ეს მინერალები და ვიტამინები, ის მიზეზი უნდა მოვაშოროთ ჯერ ორგანიზმს და შემდეგ უნდა დავიწყოთ, ასე ვთქვათ, ანალიზების მერე შევსება აი ამ ნივთიერებების, ხო? უკან დაბრუნება ორგანიზმისთვის, იმიტომ რომ როცა ვიბადებით, ჩვენ ვიბადებით სრული რეზერვუარით, მაგრამ მე არასწორი ცხოვრება, სტრესი, უძილობა, ფიზიკური სტრესი, სულიერი სტრესი, ემოციური სტრესი, უფრო სწორედ, ასევე არაჯანსაღი კვება და ასე შემდეგ აცარიელებს აი ამ რეზერვუარებს და
როცა ხდება ამ რეზერვუარების ცარიელად დატოვება ან არასწორი რაღაცებით გაგრძელება იმ რაღაცების, ხო? მე არის ზუსტად ის სურათი, რა სურათამდეც მივყავართ დღევანდელ რეალობას, ეს არის ქრონიკული ავადმყოფობები, სიკვდილი და ასე შემდეგ. ამიტომ ჩემი რჩევა იქნება, რომ ჯერ აღმოფხვრათ ყველა არაჯანსაღი ჩვევა, რაც გახასიათებთ და შემდეგ დაიწყოთ უკვე ვიტამინების და მინერალების მიღება. მარტო ამ რაღაცებს ნუ დაეყრდნობით და ნუ გადააბარებთ თქვენს პასუხისმგებლობას ვიტამინებს და მინერალებს, რომ ცხოვრება მოგიგვაროთ. ჯერ მოაშორეთ საკუთარ თავს, ასე ვთქვათ, ეს მავნე თვისებები და მერე დაიწყეთ უკვე აი ამ ნივთიერებების მიღება. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, როდის უნდა მივიღოთ ეს ნივთიერებები, ანუ დღის რომელ ნაწილში არის სასურველი კონკრეტული რაღაცის მიღება. ასევე სასურველია ვიცოდეთ, რომელი ვიტამინის მიღება არ შეიძლება რომელ ვიტამინთან. ან რომელი უნდა მივიღოთ რომელთან. აი მაგალითი ისევ D ჰორმონის, ხო? ანუ D შეიძლება შევიძინო სიტყვაზე ხა მეწავედი, ვიყიდე ნახე დაახსე სწორი ფორმა და სწორი დოზა D-ი და ვიყიდე, მაგრამ იქ მარტო D-ა, სხვა არ არის, ხო? იმისათვის რომ ორგანიზმმა გადაახვდაოს D ჰორმონი, ეგრეთ წოდებული D ვიტამინი, მას სჭირდება მაგნიუმი და სჭირდება K2. თუ K2-ის და მაგნიუმის დეფიციტი მაქვს ორგანიზმში, მაშინ ის მიღებული D ან არასწორი გზით წავა და ზიანს მომიტანს, ან საერთოდ გავა ორგანიზმიდან, იმიტომ რომ განდევნის მას ჩემი ორგანიზმი. მაგრამ თუ მე მას მივიღებ, თუ მე K-ს და მაგნიუმის საკმარისი რესურსი მაქვს ორგანიზმში, ხო, და რეზერვუარი სავსე მაქვს, მაშინ მიღებული მარტო D-ს გადამუშავება და გადანაწილება ეგრევე ხდება სწორი მიმართულებით. და ეფექტიც საკმაოდ სწრაფი აქვს სწორ D ვიტამინს, აი ეფექტს ადამიანი გრძნობს ძალიან სწრაფად, 1-2-3 დღეში. უკვე გრძნობ, რომ იცი რა, რაღაცები კარგად მიდის. მაგრამ არასწორ D-საც ეგრევე გრძნობ, ის შხამავს ორგანიზმს. ამიტომ თუ იცი რომ K-ს დეფიციტი გაქვს და მაგნიუმის დეფიციტი გაქვს, მაშინ K2-იც და მაგნიუმის თავიანთი სწორი ფორმებით და დოზებით უნდა დაამატო D-ს და ერთად უნდა მიიღო ეს ყველაფერი, რომ D მიმუშაოს. D ზოგადად არის მართლა აი ჰორმონი, რომელიც პასუხისმგებელია ნერვიულ სისტემაზე, პასუხისმგებელია, ასე ვთქვათ, ჩიხზე, პასუხისმგებელია თითოეულ, ასე ვთქვათ, პროცესზე, რა პროცესის მიმდინარეობს ნერვიულ სისტემასთან დაკავშირებით. D პასუხისმგებელია მენტალურ პრობლემებთან, პასუხისმგებელია ასევე კუჭნაწლავის ამბებთან, ყველაფერშია ჩართული ეს D ჰორმონი. და მის გარეშე ვერ არანაირად, ხო? ამიტომ ინფორმაცია, ანუ მე ამ ერთ ვიდეოში უკვე ხედა 27 წუთია ვსაუბრობ, ყველაფერს ერთად ვერ მოგაწვდით, მაგრამ მე მიმაჩნია, რომ სწორი თანმიმდევრული სვლა ამ მიმართულებით ინფორმაციის მიღების და სწავლის და ასე ვთქვათ განათლების საკუთარი თავის არის უპირველესი და ასე ვთქვათ აუცილებელი წინაპირობა იმის, რომ მივიღოთ ვიტამინები და მინერალები სწორად მომავალში. თუ თქვენ გაინტერესებთ ეს თემები, მე შემიძლია გავავრცო სხვა ვიდეოებშიც, მეტი ინფორმაცია მოგაწოდოთ თითოეულ ვიტამინებზე, რომელი რა ფორმით, რატომ, რაზე მუშაობს, რომელი ვიტამინის რა დატვირთვა აქვს ჩვენს ორგანიზმს, რომელი როგორ მუშაობს და რა გავლენას ახდენს ჩვენზე. ასევე ფორმებზე შემიძლია გესაუბროთ და გირჩიოთ დოზები, დოზები და განსაკუთრებით ფორმები. თუმცა ასევე შემიძლია ცალკე კიდე მოგაწოდოთ ის ვიდეო, რომელიც თქვენ ითხოვეთ, რომ გაჩვენოთ, რას ვღებულობ მე დღეს. ანუ აუცილებლად გაჩვენებთ ქილებს ცალკე ვიდეოში, იმას თუ რას ვღებულობ მე, უბრალოდ აქვე დავამატებ, რომ ერთ და იმავე, ასე ვთქვათ, ვიტამინს, ან თუნდაც მინერალს მე დიდი ხანი არ ვღებულობ კურსების სახით, მე ვჩერდები, სხვა რაღაცაზე გადავდივარ, ვისვენებ ამისგან, ან არის ისეთი პერიოდები, როდესაც ზოგადად საერთოდ არაფერს არ ვღებულობ ხოლმე D-ს გარდა, D ისეთი რაღაცა, რომელსაც ძალიან პერიოდულად ხანგრძლივად ვღებულობ, იმიტომ რომ ეს არის ჰორმონი და არა ვიტამინი. შესაბამისად ავასვენებ ხოლმე ვიტამინების და მინერალებისგან ორგანიზმს დამებნავ ვენა. იმიტომ რომ ეს უკვე მეორე ვიდეო, რომელსაც წერ, რადგან პირველს ხმა არ ქონდა. მაგრამ ასევე მეგობრებო, მარტო ვიტამინებს და მინერალებს არ ვღებულობ მე ფაქტიურად. თუ
კონკრეტულად ჩემზეა საუბარი და ის გაინტერესებს თუ რა ვზღობულობ მე, მაშინ მე გეტყვით, რომ მე ძალიან დაბალანსებული მაქვს ეს ამბავი. ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის ეს ვიტამინები, მინერალები და ეს თემა და ეს, ასე ვთქვათ, ძალიან მყარი 60%-ია, მაგრამ მაქვს ეს 40%-იც, რომელიც დათმობილი მაქვს მცენარეებზე, ჩაების, მცენარეების, ნაყენების სახით. ის 40% სერიოზული 40%-ია, ხო? მოგატყვევთ 40 არა მთლად, ვიტყოდი ალბათ 20%, 30% ნაყენებს და ჩაებს და ასევე ძალიან დიდი 20% ალბათ ეთმობა ისეთ ნივთიერებებს, ისეთ დანამატებს, რომლებიც კაფსულების სახით არ იყიდება, არამედ ბუნებისმიერ არის მოწოდებული, როგორიც არის ვაშლის ხმარი, როგორიც არის უმი ნიორი, უმი ხახვი, უმი ჯანჯაფილი, უმი ტურმერიკი. მინდი ახლა და მიხვდი როგორ არის ქართულად. ტურმერიკი მოკლედ ყვითელი ის რა. კურკუმა გამახსენდა, მოკლედ კურკუმა. აი ესენიც არის ჩემი აუცილებელი მისაღები რაღაცეების ერთ-ერთ ზედა ფენებში, ანუ სიაში. ანუ მარტო მინერალებს და ვიტამინებს არ ვღებულობ, მათ გარეშე, რა თქმა უნდა, ანუ არ შეიძლება, იმიტომ რომ მე ვცდილობ, რომ დავუბრუნო ჩემს თავს ყველა ის სესხი, რაც ავიღე მინერალების და ვიტამინების სახით არაჯანსაღი ცხოვრების წესით. ეხლა ვცდილობ, რომ ვალი დაუბრუნო ჩემს ორგანიზმს და ვუბრუნებ ამას აი ამ სწორი ფორმის ვიტამინის და მინერალის სახით, მაგრამ პლუს ამას ასევე აუცილებლად მნიშვნელოვანია მცენარეებთან დამეგობრება, მცენარეული ჩაები, მცენარეული ნაყენები და მე უკვე ის რაღაცები კიდე რაც ჩამოგითვალეთ ანტიბაქტერიული, ბუნებრივი ანტიბიოტიკები, ეს რაც ჩამოგითვალეთ არის ბუნებრივი ანტიბიოტიკები ჩემთვის, უმი ნიორი, უმი ხახვი, უმი ჯანჯაფილი, умი კურკუმა და აუცილებლად ვაშლის ძმარი. და ციცაკაც, კი ბატონო, შავი ციცაკა, კურკუმა არ ხდება ორგანიზმის მიერ გადამუშავებული შავი ციცაკის გარეშე. შავი პილპილი უნდა იყოს კურკუმასთან ერთად, რომ ორგანიზმმა კურკუმა მიიღოს. ძალიან დიდი თემაა, ხო, დამეთანხმებით. მოკლედ, მე გავხსენი აგერ ბატონო თქვენი თხოვნით ეს თემა ძალიან ზედაპირულად, ძალიან მიზერულად, მაგრამ 32 წუთია ვყვები. გვპირდებით რომ მომავალ ვიდეოში შემოგთავაზებთ ბოთილებს უკვე სწორი აი ვიტამინებით და მათი ფორმებით იმის თუ ამ მომენტში რას ვღებულობ, აი ცხოვრების აი ამ ეტაპზე დღეს რას ვღებულობ, იმასაც მომიხსენიებ, ბარემ იმ ვიდეოში თუ რას ვიყენებდი მომავალში, ზოგადად რა გამომიყენებია, რა სახის ვიტამინები და მინერალები, მაგრამ თუ არის კიდევ რამე ისეთი კონკრეტული თემა, ან თუ გინდათ რომ გავავრცო და წავიდე ამ მიმართულებით და მეტი ინფორმაცია და ცოდნა მოგაწოდოთ, მაშინ დამიწერეთ კომენტარის სახით რა გაინტერესებთ კონკრეტულად ან რა გზით გინდათ რომ მე წავიდე. ძალიან დიდი მადლობა. იმედი მაქვს არ გამომჩა არაფერი. არ გემშვიდობებით და გვპირდებით ძალიან მალე დაგებრუნდებით, დამიწერეთ ყველა შეკითხვა, რაც გაქვთ ამ თემასთან მიმართული კომენტარების სახით, მომავალ შეხვედრამდე.